კლავს საქართველოს 23-მე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მორიგი ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დღეს დილით დაბრუნდა 23-მე ბატალიონი 4 თვის განმავლობაში ბაზა ლეზერნიკზე ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობდა 150 სამხედრო მოსამსახურე საქართველოს შეერაღებული ძალების მთავარი სერჟანტი აუდა კოპალიანი და მეორე მსუბუქი ქვეითი ბრიგადის მეთაური ვიცე-პოლკოვნიკი რაზა ჩხაიძე ალექსეევკა სამხედრო აეროდრომზე დახვდნენ. მათ ქართულ სამხედროებს საქართველოში დაბრუნება მიულოცეს და ISAF-ის მისიის წარმატებით განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადეს. მათ წარმატებით შეასრულეს ორი მნიშვნელოვანი დავალება, პირველი საბრძოლო ამოცანის შესრულება და მეორე ოჯახში მშვიდობით დაბრუნება. ეს მინდა მიულოცო თითოეულ მათგანს, თითოეულ ოჯახის წევრს მათი მშვიდობით დაბრუნება და რა თქმა უნდა შეიარაღებულ ძალებს, რომ ესეთი გმირი ჯარისკაცები ყავთ, რომელმაც ღირსეულად შეასრულეს საერთაშორისო მისიაში დაკისრებული ოპერაციები. ისინი ასრულებდნენ ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში მისიას 4 თვის განმავლობაში, რაც წარმატებით შეასრულეს. მინდა აღნიშნო, რომ 23-მე ბატალიონი მეორეჯერ იმყოფებოდა ავღანეთის რესპუბლიკაში მისიაზე და ორჯერვე უდანაკარგოდ დაბრუნდა